გამემშვიდობის ყველა ქართველს აქვს საკუთარი წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს იდეალური საქართველო და უმრავლესობის აზრი ერთმანეთს ემთხვევა. ანუ ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი, მდიდარი, კომფორტული, ერთიანი. ეხლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ უკვე გვაქვს ასეთი ქვეყანა და ცოტა ხანი ვიხალისოთ. ამ იდეალურ საქართველოს როგორ აქვს დალაგებული ურთიერთობა ნატოსთან. ისინი გვეუბნებიან, რომ შემოდით. მოგბრძანდით 29 წევრად მიგიღებთ, ჩვენ ვეუბნებით, რომ ნუ ავჩქარდებით. რა თქმა უნდა, საქართველო როცა არის იდეალური, სხვა ქვეყნებს აქვთ პრობლემები. ამერიკაში არის დიდი საპროტესტო ტალღა, რომ მოვაშოროთ ობამა. როდემდე უნდა იყოს შეგვჭამა და ამერიკელების მეორე ნაწილი პასუხობს, რომ ხო იცი, ეგ თბილისის დანიშნულია. ევროპას რაც შეეხება, არის თავისთვის მიყრუებული, ჩამორჩენილი, ქართველები იქ არ ჩავდივართ. ათაში ერთხელ თუ ჩავა ვინმე და ისიც მაღაზიაში შეივლის რამეს დადებს ჩუმად და წამოვა. ეს იაპონელები ჩამოდიან და ჩამოდიან. მიხყავთ და მიხყავთ ეს ჩვენი ნახმარი მანქანები. და კმაყოფილები არიან. ამას ეხლა ჩავიყვანთო, საჭეს გადაუტანთ. და ვივლით ესე კუნძულიდან კუნძულზე. რუსეთთან ისევ სავიზო რეჟიმი გვაქვს და ისევ ცალმხრივი. ოღონდ უკვე პირიქით. ჩვენი პირდაპირ იღებენ საზღვარზე და შედიან და იმათ უნდა აიღონ ჩვენი ვიზა მოსკოვის საქართველოს საელჩოში, რომელიც არ აგვაქვს. და დიდი საპროტესტო ტალღა რუსეთში ქალების მხრიდან მთავრობას ლანძღავენ, რომ როგორ გაგვიფუჭეს საქმე. რა კარგი კაცები ყავთ ქართველები. სომხები ჭკვიანად არიან. სიმპოზიუმზე ატარებენ. ბონისის სიონის წარწერა გაცილებით ძველია ვიდრე ჩვენი ნებისმიერიო. და ესე ხელს ჩამოართმევენ ერთმანეთს და იშლებიან. ეს რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ეხლა რა ხდება საქართველოს შიგნით. ევროვიზია ყოველ წელს ტარდება საქართველოში. ხან თბილისში, ხან ბათუმში, ხან თელავში, ამინდის მიხედვით. და ქვეყანაში თუ ორნაირი აფიშაა გაკრული, ან ევროვიზია, ან იუმორინა. უცხოური ჯგუფების კონცერტები აკრძალულია ჩვენთან კანონმდებლობით. განიხილა პარლამენტმა River Dance-ის კონცერტი ტარდებოდა თბილისში, იყო საუბარი, მაგრამ უარი უთხარით, იმიტომ რომ ჩამოყვებიან ამათ არალეგალები, ირლანდიელები და ვის რაში ჭირდება. ჩვენ მოხუცებს გერმანელები ჩვენივრად უვლიან. ნუ ფეხბურთს ყველას ვუგებთ. ზოგს 5 თნობს, ზოგს 6 თნობს, ზოგი არ გვეთამაშება საერთოდ. და ესე ერთმანეთში არ ყვევენ იქით. და თუ აი რამე მოხდა და დაუშვათ კრისტიანო რონალდუმ გაიტანა ლამაზი გოლი, მეორე დღეს კიკერი მარკა Sport Illustrated წერენ, რომ აი ეს კუნძულებმა ბექა გოცირიძემ გოლი გაიტანა. მადეირებმა მენთეშაშვილმა გვასახელა. პარლამენტის წინ აქციებია. განანეს შარლანა თელაშვილი კიდე 1-2 ლიდერი და ძალიან ბევრი ხალხი და ყვირიან. თქვენი ჭირიმე
ბარელი ბორჯომის ფასი 200 ევრო. გაიაფებაც არ ემუქრება, იმიტომ რომ მარტო ჩვენ გვაქვს. ერთადერთი რაც ბოლომდე ვერ გაირკვა, არის ისევ იმედის საქმე. ეს მხარეები იკრიბებიან სასამართლოში და მიდის დავა. არა, შენია კაცო.